მოგესალმებით, ეთერშია ტელედებატი 2025. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემის სტუმრები კი იმ პარტიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც იყრიან კენჭ-ლანჩხუთიდან. პარტია გახარია საქართველოსთვის ნომერი 25 ჯუმბერ ბლაგიძე, პარტია გირჩი ნომერი 36 თორნიკე მითაიშვილი და პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის გია გოთუა. მოგესალმებით ბატონებო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ასევე გეტყვით იმას, რომ ჩვენგან შეთავაზება მიიღო დარჩენილმა ორმა პარტიამ, ეს არის პარტია ლელო საქართველოსთვის და ასევე პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, მაგრამ მათ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. ახლა გაგაცნობთ გადაცემის ფორმატს, ბატონებო, მოგეცემათ 2 წუთი იმისთვის, რომ ჩემ დასმულ შეკითხვებს უპასუხოთ, ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ კენჭისყრის პრინციპით გამოვლინდა ის ადამიანი, რომელიც დღეს ტელედებატს დაიწყებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით, რომ გამონახეთ დრო ასეთ ვითარებაში, როცა დაძაბული სიტუაცია არჩევნების წინა პერიოდია, ხალხთან შეხვედრები გაქვთ, გამონახეთ მედიასთან სტუმრობის საშუალება, კიდევ ერთხელ მადლობა. დავიწყოთ გადაცემა და ბატონი ჯუმბერი იქნება პირველი, რომელიც უპასუხებს ჩემ შეკითხვას. ალბათ უპრიანი იქნება, რომ გავიგოთ თქვენი და თქვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა. რაზე აკეთებთ აქცენტ, განსაკუთრებით გურიაზე, გურიის ჭრილში და ლანჩხუთის ჭრილში, თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს. მოგესალმებით, სუფრასო კოლეგებო, ქალბატონო ნინო. მე გახლავართ ჯუმბერ ბლაგიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის ლანჩხუთის პროპორციული სიის პირველი ნომერი, ამავდროულად სუბსისტემში მაჟორიტარობის კანდიდატი და ჩვენი მონაწილეობა არჩევნებში განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მოგეხსენებათ საზოგადოებაში, ხალხში ამომრჩევლებში არის როგორც ბოიკოტის მომხრეები, ასევე არის არჩევნებში ახლა პროცენტულად ამას მე ვერ დავადგენ, თუმცა არის ამის რო გაივლით ხალხში თვითონ ისინი ამბობენ და მე თვლი, რადგან ჩვენი პოლიტიკური მონდისწulis და ჩვენი კოლეგების რომ კონსტიტუციით მონიჭებული ეს უფლება არც ერთი ხელისუფლების პრეროგატივა არ არის. კონსტიტუციის 4 წელიწადში განსაზღვრულია რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და ჩვენც ღებულობთ მონაწილეობას იმ ხალხს, იმ ამორჩევლებს, რომ მიეცეს, რომ ამორჩევლებმა მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თუმცა პატივს ვცემთ ბოიკოტის იმ მომხრეებს, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ორდინალური სიტუაცია დღევანდელ რეალობაში. მე გახლავართ 90-იანი წლების 9 აპრილის მონაწილე და კარგად მახსოვს ის პერიპეტიები, რაც საქართველოში იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და აი ეს ჩვენი ამომრჩეველი არ 30 წლის თავზე 30-ზე ცოტა მეტია გასული, კიდე ამ პრობლემების წინაშე დგანა, რომელიც მაშინც კი იყო. რაც შეეხება პროგრამას, ჩვენ საგაზეთო დროში ვართ შეზღუდული, მოკლედ რომ თანაბრად გაზეთში ჩვენ რო ვარიგებთ 25 ნომრით, პარტია გახა იქ არის სოფლის მეურნეობის კუთხით, ტურიზმის კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს ხედვები მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩამოწერილია და ყველას აქვს ცნობა და არის აგრევე 4 წლიანი სტრატეგიული გეგმა. ეს ყველაფერს ჩვენ მოსახლეობა ჩვენ ამომრჩევლთან ეკვალ და იქ არის განსაზღვრული. ამიტომ ბატონ ჯუმბერ დრო ამოიწურა, მე მოგეცემათ კიდევ საშუალება. ბატონ კაი იქნება თუ აუცილებლად მოგეცემათ დრო რო ვაკონტროლო ხა მე ბატონ თორნიკე, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თქვენი პროგრამა უფრო სწორად რამდენად არის აქცენტირებული თქვენი პარტია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებს მიექცეს ყურადღება, კონკრეტულად ლანჩხუთს, გურიას და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მე ვარ თორნიკე მითაიშვილი, გირჩის პარტია გირჩის წარმომადგენელი, სიის პირველი ნომერი. ზოგადად თუ გირჩს დააკვირდებით, ჩვენ ზოგადად ვამბობთ იმას, რომ ესე კონკრეტულად ერთ ადამიანზე მორგებული გახდეს მთლიანი სისტემა, სახელმწიფო სისტემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, უნდა გადაეცეს ხალხს. ხალხი უნდა იყოს ამის განკარგველი და არა სახელმწიფო. აქედან ამოვდივართ ზოგადად.
და ამის შემდეგ უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა უნდა გაკეთდეს თავიანთ უბანში, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ასე თუ გზა, სანიაღვრე, არ ვიცი რა შეიძლება იყოს იქ, მაგალითად ბატონმა ჯუმბერმა ახსენმა, რომ ტურიზმი შეიძლება განვითარდეს, იმ ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს შემდეგ თავიანთ საკუთრებას რა ფასი მიანიჭონ, რა ღირებულება მიანიჭონ, რა უნდა გაკეთდეს იქ. გამომდინარე აქედან ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ როგორც შეიძლება თბილისში რაღაცა პრობლემის მოგვარება, იგივენაირად შეიძლება რეგიონშიც, ოღონდ ამას უნდა წვიტავდეს ხალხი. თუმცა გარკვეულ რეგიონებს თავიანთი სპეციფიკა კი, გასაგებია რომ რაღაც სპეციფიკა შეიძლება ქონდეს, მაგალითად შეიძლება იყოს სამთო სათხილამურო კურორტი პირობითად, შეიძლება ჩვენ შემთხვევაში ავიღოთ ზღვისპირა რეგიონია და გამომდინარე აქედან ტურიზმი განვითარებული იყოს, ზღვასთან კონკრეტულად ასოცირდებოდეს. თუმცა მაინც მე მგონია და ჩვენ პარტიასაც იგივე შეხედულება აქვს, რომ არ შეიძლება ჩვენ საუბრობდეთ და მართავდეთ ყველაფერს და განვაგებდეთ ყველაფერს, ვიღებდეთ ყველაფერზე პასუხისგებლობას, თვითმმართველობასაც იმიტომ ვანიჭებ მე პირადად მნიშვნელობას, რომ დელეგირება მოხდეს იმ უფლებამოსილებების, რომელიც გააჩნიათ დღეს მხოლოდ ხელისუფლებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხისგებელი ამაზე ხალხიც უნდა იყოს და არა მარტო ერთი არჩეული ხელისუფლება. და სხვათა შორის ეს იმასაც გამოიწვევს, რომ პასუხისგებლობის გრძნობა გაიზრდება ხალხში. ანუ მე ძალიან ხშირად ვსვენია, რომ აი თუ ჩვენ ყველაფერს გადავცემთ ადამიანებს, მერე ხომ მოხდება ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი. პასუხისგებელი იქნება ის ადამიანი, კონკრეტული მესაკუთრე ამასთან დაკავშირებით. გასაგებია დრო ამოიწურა, კიდევ მოგეცემათ საშუალება იმისა, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ბატონო გია, თქვენი ხედვები და თქვენი პარტიის ხედვები და პროგრამა თუ შეიძლება გურის ჭრილში და კონკრეტულად ლანჩხუთის. დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოსწრებისათვის, მოგესალმები თქვენს ტელემაყურებლებს. დიახ, მოსვენ მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, მე საქართველოს კონსერვატორების საქართველოსთვის აი ამ პარტიის პირველი ნომერი ვარ და ყველასაც ჩვენიას გარდა იმისა, რომ ზოგადად არჩევნების მიმართ დამოკიდებულება გასაგებია, რომ ინდივიდუალური ესეც, მაგრამ თვითონ კანდიდატების და მე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გადაწყვეტილება, ეს ჩემი мотиваცია განსაზღვრა იმანაც და იმან ალბათ პირველ რიგში, რომ მე ძალიან ადრე 22-23 წლის წინ რაიონის ხელმძღვანელად მომიხდა ესეთი მაშინ თითქოს სრულიად შემწყებით მე ბიოგრაფიისთვის მე ტრანსპორტის ინსტიტუტში დავამთავრე ტრანსპორტის სისტემაში და იქ ეროვნული მოძრაობა იქ 9 აპრილი ახსენა და მე მონაწილეებს გულის მოყოლილი და მოკლედ ესე მოხდა რომ ჩავერთე რომ დიდი დროს შენ არა გვაქვს დიდი რა თქმა უნდა და მას შემდეგ მე სახელმწიფოს ერთი წელი ვიმუშავე სულ ამ ცოტა მეტი ამ პოზიციაზე შემდეგ მე ჩემი კომპანია და ეს თქვა სახელმწიფო სამსახურში არ ვიმუშავე თუმცა შემოთავაზებები იყო და პლუს იმის გამო რომ მე ამ სისტემაში ჩართვა ვიცი ძალიან კარგად მე ჩემი კომპანია ძალიან ბევრი პროექტები გაკეთებული მათ შორის გურიაში როზურგეთში და საქართველოს რეგიონი ყველა რეგიონში და ვიცი კარგად ვიცნობ რეგიონის სისტემა და ძალიან მას შემდეგ ფიქრობაზე თქვა თვითმმართველობაზე თუ რა პრობლემაა და ვხედავთ სისტემური პრობლემაა და ჩემი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი არის რომ სისტემური პრობლემები დავიწყოთ გურულება და კონკრეტულად აჭყვეტლება ესადაც ჩვენ ავართ იქიდან და იმიტომ რომ ჩვენ აი ამ მოჯოდებული წინიდან გამოსვლა სახელმწიფო უნდა დაიწყოს ვამბობ ფიქრობ რომ რატო უნდა დაიწყოს ეს არ ხდება უცებ შემთხვევაში კარგავად უნდა თუ რაღაც ცვლილებები ამიტომ რატო გურიდან რატო კონკრეტულად აჭყვიდან არა და უნდა ვცადოთ ესა ჩვენ თავარი ეგ საკითხის ესე წამოვწიოთ რომ აქტის კი ხედავს რომ თვითონ რეგიონალური საკითხები ახლა მე დამეთაქვები არ მეგობრების რამდენად იგნორირებულია ეს 10 წელი აგრძელდება და ეგ არაფერი საერთოდ თვითმმართველობასთან არ აქვს რასაც ეგ შინაარსი უნდა ატარებდეს ამიტომ სისტემური ცვლილებები და აქ ჩვენ გურულები აი მაგალითს ვიცით და შემდეგ დანარჩენი რაჭველები და კახელების გაგოსწრებენ და ჩვენც გვინდა რომ სადღაც აი ჩვენ აი ესეთი ამბიციით ვფიქრობ რომ როცა დაალაგდება ეს საარჩევნო პროცესში მე ძალიან შეზღუდული ვართ რესურსებით და სხვაებით ესე მასიურად ჩვენ სათითაოდ ვეძებთ ასე ვთქვათ ადამიანებს რომლებიც სათარიან დღეს აი ესეთი პოზიცია დაიჭირდა მადლობა გქონთ ძალიან ჩვენი ის მეორე ნომერი მინდა ვახსენო იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი ის არის ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათიც იმიტომ რომ ჩვენ აქ არა ვართ საბრძოლველად და არ მივდივართ იქ ოპოზიციის ამიტომ იმედი მაქვს რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ საარჩევნო
აი ამ პროცესი სათანადოდ ვერ ვატარებთ და მოსახლეობასთან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობა სამწუხაროდ ესე არ უყურებს როგორც ჩვენ გონია სამწუხაროდ აი მის არჩევნები მისთვის არ არის არც პირველი არც მეორე და არც მესამე ხარისხოვანი სამწუხაროდ და აი ეს გასაგებია მათი ეს და ბუნებრივიც არის იმიტომ რომ ამდენჯერ მოწყვილებულია თქვა დავასრულოთ ბატონო გიორგი რომ თანაბარი დრო მივიცეთ ყველა ბატონო ჯუმბერ ბრძანეთ რომ დადიხართ მოსახლეობას ხვდებით წინასაარჩევნო შეხვედრებს რა პრობლემები იკვეთება ძირითადად ლანჩხუთში რას ასახელებს მოსახლეობა და თქვენ როგორ ხედავთ თქვენი პარტია როგორ ხედავს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს დიახ ეხლა ჩვენ ვართ ყოველდღიურ კარდაკარის რეჟიმში მე პირადად როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის დავდივარ ყველა ლოკაციაზე, როგორც სუბსისტემში ეხება ასევე მუნიციპალიტეტის სხვა თემებში. ძირითადად ჩვენთან როგორ არის მოწყობილი დამეთანხმება კოლეგები, განსაკუთრებით ბატონი გია, რომელიც ამ სფეროში ქალაქ ლანჩხუთში მეტნაკლებად არის გზების თემა მოგვარებული. სულ რამოდენიმე ქუჩა, რომელიც არ არის ახლა კაპიტალურად მოწყობილი. აი თემებში რადიკალურად განსხვავებულია. აი არც სანიაღვრე სისტემებია, არც გზებია. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტზე გავიდა წლების უკან ავტობანი. რომელმაც გადაჭრა ეს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოსახლეობის ამ პროექტით იყო დაპირება რომ მიმდებარედ გზები გაკეთდებოდა მისასვლელი ამ საყანე ფართობებში რომელიც არ გაკეთდა სამწუხაროდ და რომ ნახოთ ვერ სარგებლობს მოსახლეობა თავისი კუთვნილი საყანე სათიბი და მე თამამად ვიტყვი რომ სოფლის მეურნეობა ლანჩხუთის მეურნეობა არ არსებობს სოფლის მეურნეობას ვერა საკარმიდამოში თავიანთ შემოღობილში თუ მოთიბავენ და თორე დანარჩენები აბსოლუტურად რამოდენიმე სანერგია ისიც კერძო შეპესების რომელიც ნამდვილად შეპეს ენერგიები და სხვები რომელიც ნამდვილად ფუნქციონირებს ეს თუ ითქმება და დანარჩენი ახლა ინფრასტრუქტურა როგორც მოგახსენეთ თემებში არ არსებობს დაპირება ძალიან ბევრი იყო და სასმელი წყალი დღეს 21 საუკუნეა და თუ კი გაზსადენით შორეული წერტილიდან მოდის ის მიუვალ თემთან და გაზი მოდის გაზსადენით რატო არ შეიძლება რომ წყალსადენით წყალი მივიდეს სასმელ წყალზე მაქვს მე მინიშნება რომელიც იქნება დაქლორილი როგორც ხდება ხოლმე ის რაც არის ჩვენს თემებში ეს არის არტეზიული ჭები დაბურგული ჭაბურღილები რომელიც ამორტიზირებულიცა რომელიც გაწმენდას მოითხოვს აი მატლები და ეს მოდის თვითონ მოსახლეობიდან ვისმენთ ამ ყველაფერს და მინდა გითხრათ რომ სასმელი წყლის თუმცა 11 სოფელში ახლა განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპილოტედ და ამ 11 სოფელში მეტნაკლებად სატესტო რეჟიმში ხარვეზით მაგრამ არის გამოსწორდა შედარებით 54 სოფელია დაახლოებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დანარჩენში სასმელი წყლის პრობლემა არის თუ ჭაბურღილებს და რომელიც ის წყალი ის ჭაბურღილის წყალი მიაქვს ლაბორატორიაში და სინჯავს რომ თუკია სასმელი გამოსა დანარჩენი ტექნიკური წყალია. ბატონგე კიდე მოგეცემათ საშუალება იმისა ამასთან დაკავშირებით ისაუბროთ. ახლა მოვისმინოთ ბატონი თორნიკეს მოსაზრება და მისი პარტიის ხედვები იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოწესრიგდეს ლანჩხუთში ან რას ასახელებს ლანჩხუთელები როგორც ქალაქში ასევე სოფლად მთავარ პრობლემას. ჩემი აზრით ლანჩხუთის და არა მარტო ლანჩხუთის ყველაზე დიდი პრობლემა და ზოგადად ამ ქვეყნის დიდი პრობლემა ისაა რომ არ გაგვაჩნია რეალური თვითმმართველობა. თვითმმართველობაში მე როცა ვსაუბრობ და გირჩი როცა საუბრობს იგულისხმება ის რომ ჩვენ რეალურად არ ვირჩევთ არჩევით თანამდებობები არ გვაქვს მაგალითად მთავარი პროკურორის მაგალითად არ შეგვიძლია ავირჩიოთ ვინ იქნება ლანჩხუთის რაიონის პირობითად მოსამართლე არ შეგვიძლია ავირჩიოთ ვინ იქნება ლანჩხუთის რაიონის პოლიციის უფროსი არ შეგვიძლია ავირჩიოთ არც სოფლის პოლიციის უფროსი ყველა თანამდებობა ვინც გაიმარჯვებს ხელისუფლებაში ვინც მოდის მის თავიანთ კადრებს ნიშნავენ ჩვენი მიზანი და ჩვენი გეგმა არის ის რომ ოღონდ ეს აპრიორი იგულისხმება ის რომ ამას თვითმმართველობის არჩევნები ვერ გადაწყვეტს სულ რომ უმრავლესობით გავიმარჯვო თვითმმართველობის არჩევნები ვერ უზრუნველყოფს იმას რომ მაგალითად არჩევით თანამდებობებზე მე ან ვინმე სხვამ შემოვიღოთ ისეთი წესი სადაც არჩევით თანამდებობებზე ავირჩევთ პროკურორს მოსამართლეს ამისთვის საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება რაც ამარჩევნებთან კავშირში არ არის თუმცა მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ გვესმოდეს რომ
სანამ არ ძირებულ ღირებულებებზე არ შევთანხმდებით, სანამ იმაზე არ შევთანხმდებით და არ ჩამოვყალიბდებით, რომ რეალური პრობლემა რა გვაქვს. კი, გასაგებია, რომ წყლის პრობლემა გვაქვს, გასაგებია, რომ გზები არ გვაქვს, გასაგებია, რომ სანიაღვრე სისტემა არ გვაქვს და ეს ხელს გვიშლის თანაცხოვრებაში და მე ამაზე კიდევ უფრო მეც ვისაუბრებ, იმიტომ პირადად მე მცირე სანერგე მეურნეობა მაქვს, საოჯახო მეურნეობა. ჩემს უბანში, ჩემს სამეზობლოში ძალიან ბევრი იგივე საქმით არის დაკავებული და ელემენტალურად სანიაღვრე სისტემის არარსებობა, წყალი კიდე შედარებით შეიძლება ვთქვათ, რომ წყალი გვაქვს, გზების არარსებობა იწვევს იმას, რომ ჩვენ ბაზარზე ვერ გავდივართ ფიზიკურად. არ შეგვიძლია რომ რეალიზება მოვახდინოთ ამ პროდუქტების, ან თუ შეგვიძლია ძალიან დიდი ჯაფის ხარჯზე. ხო და შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ. შეგვიძლია გზის გაკეთება მოვითხოვოთ, სანიაღვრე სისტემის გაკეთება მოვითხოვოთ, უბრალოდ ძირეული პრობლემა ჩემი აზრით საერთოდ სხვაგან არის. და ეს არის ის, რომ თვითმმართველობის რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, დეფიციტია, არ გაგვაჩნია და თავს ვიტყუებთ. ამ არჩევნებითაც, შემდეგი არჩევნებითაც მოვიტყუებთ, თუ იმ ძირეულ პრობლემებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ზემოთ ვისაუბრეთ. კარგი. ბატონ გია, მოვისმენთ თქვენს მოსაზრებას, ანუ ხალხთან შეხვედრებისას რა პრობლემები იყვეთება, რაზე აკეთებენ აქცენტ, რა სურთ რომ მოუგვარდეს ლანჩხუთელებს? დიახ, ძალიან ბევრი პრობლემაა და მოსახლეობასთან შეხვედრების და საერთოდ თვალნათელია თუ რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტები, რა მდგომარეობაშია ჩვენი სოფლები ფაქტურად დაიცალა და ეს ფაქტურად ადეკვატური მიზეზშედეგობრივია ყველაფერი ესა და რასაც მეგობრები საუბრობენ დამოკიდებით თვითმმართველობასთან დაკავშირებით, მეც იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ საჭიროა რომ დღევანდელი საარჩევნო პროცესის ეთყობა საერთოდ საინფორმაციო საშუალებებსაც, რომ აქ იშვიათად ნახავთ საუბრებს თვითმმართველობაზე ამ პრინციპზე, თუ რა პოტენციალია თვითმმართველობაში, რო არა პანდემია, მე წაკითხული მაქვს დოკუმენტი მაგალითად არის ესეთი პროექტის სახით იყო, რო არა პანდემია, ცნობილი პანდემია, ესე იგი 20-24 წლები უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის უფლებების დელეგირების და რაშიც არის ასე ვთქვათ გამოსავალი. ამიტომ მაგრამ კი ხედავთ როგორც ასად ხან ამ შეუშალა ხელი ახლა ომი და წელი 1000 პრობლემები. ამიტომ რა არის თავარი და მეცემს მეგობრებსაც აგერ და მომავალ კოლეგებსაც იმედია რომ ვესაუბრები რომ მინდა უთხრა რომ ამ თავარია რომ იმ საკითხებზე რაც ჩვენი უპირველესი საკითხებია ჩვენი უნდა ვიზრუნოთ. აქ იმის მოლოდინი რომ შეიკრიბებიან კეთილი ადამიანები თუ პარტიები და ჩემი თუ თქვენი და გაიმარჯვებენ და შემდეგ ისე ფიქრებენ როგორ ვიცხოვროთ თქვენ სუბსაში მე თქვა ლანჩხუთში თუ მამაცია რა აბსურდია. ამიტომ ქვემოდან უნდა იყოს ეს ინიციატივები, ამას აი ლანჩხუთიდან უნდა დავიწყოთ, ესე შეიძლება დღეს ხელისუფლებას სხვა გეგმები აქვს, სხვა ამოცანები, სხვა გამოწვევები სერიოზული და ამასაც ანგარიში უნდა გაიწვიოს, მაგრამ ერთ-ერთი პრინციპული საკითხია კიდევ თვითმმართველობაში, რომელიც ასე შეიძლება ლოზუნგადაც გამოვიტანოთ, რომ თვითმმართველობის პრინციპია, რაც ჩემ ტერიტორიაზეა, იმას მე განვკარგავ ჩემი პასუხისმგებლობით. გულისხმობის ადამიანები ვიცით ცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენზე უფრო დაინტერესებული არავინ არ შეიძლება იყოს, იქ იყოს ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს. მათ შორის ის პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ხედავ და ამას ყველაფერს ამას სიტყვით ამას უნდა მოყვეს ყველაფერი დემოგრაფია და დემოგრაფიული პრობლემები და ასე შემდეგ დასაქმება და 20000 ჰექტარი ნატო მიწა ვინც არის გავერანებული ლანჩხუთის ტერიტორიაზე. ეს უზარმაზარი რესურსია, რომელიც აი უნდა ამოსახოგი შეიძლება გახდეს. მე მგონი მეტი დრო აღარ მოხსია. მოგეცემათ დრო. რასაბრად გადის სალამი გასახდები ბატონო ჯუმბო. მოგეცემათ აუცილებლად დრო იმისა. ნაწილობრივ შეეხეთ და ისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემი კითხვით არ შემიძლია რომ არ გავიგო თქვენი მოსაზრება უფრო კონკრეტულად. ანუ გურიაში მთავარი ეკონომიკური შემოსავალი იცით რა იყო? თხილი, ჩაი, ციტრუსი, რომელიც მართლა მთავარი შემოსავლის წყარო იყო გურულისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ამ დარგების განვითარებას, ან თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ დაუჭერთ მხარს როგორც ფერმერებს, ასევე გლეხებს, რა იგეგმება თქვენი პარტიის მხრიდან, კონკრეტულად თქვენგან, რომ ეს მიმართულებები განვითარდეს, კიდევ რომელიც ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს და განვითარებული რომ იყოს შესაბამისად. დიახ, როგორც იცით, გურიაში ამ ბოლო წლების ის იყო, თხილი იყო სტრატეგიული და ჩვენი ძირითადი შემოსავალი, რომელმაც დღეს ჩაილური წყალი დალია. მე მინდა გითხრათ, რომ თხილი გურიაში არ არსებობს. მე გულისხმობ ხარისხობრივი თვალსაზრისით სამეგრელოში და მეზობელიმაში კიდე არის ხარისხანი, თუმცა იქ და ცნობილი მეგობრები და მეთანხმებიან კოლეგები ფაროსანა, რომელთანაც უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად
ძალიან ბევრი მე სამი მოწვევის ორი მაჟორიტარული დეპუტატი ვიყავი და ვიცი კარგად პირველი 2006-2010 წლებში მაშინ ამერიკული პეპელა იყო ამერიკული მატლი მაშინ და მაშინ მინდა გითხრათ რომ ხელისუფლებამ აქტიურად გაატარა და იქ შედეგი მიღებული ყველა ადამიანმა ამერიკული მატლი პეპელა ეს ფაროსთან აღმოჩნდა უფრო მედეგი მაგრამ ეხლა იმ შესხურებით სალიართან ერთად გახსნილი ბევრს ძალიან ეს რა ქვია ისა ფუტკარი დაუზიანდა და არის რომ ოჯახები საერთოდ გაუქმდა ხეხილი გაუხმა სალიარიანის ხელის რომ აი მსხალი ვაშლი ვის იყო ქრონიკები ის რომ სუბსა განსაკუთრებით იყო ისეთი ნერგების კუთხით და შედეგი არ მოიტანა ამან და მე ვფიქრობ რომ აქ უნდა მოხდარიყო მეორე ის რომ აი თხილი მაგალითად სუბსაში თხილი ისე არ მოდის როგორც ნინოშულში სხვა აი როგორც მოცვის შემთხვევაშია ხო იქ ხდებოდა ნიადაგის გამოკვლევა მჟავიანობაზე სხვაზე ესე არ მოხდარა გაშენდა ეს თხილი და გარკვეული წლების მერე მასზე თუმცა მინდა გითხრათ რომ მოსახლეობის გადინებას თხილმა რომ არ თვით რეალიზაცია ვერ გააკეთა და ფასიც ხარისხიც ეს ყველაფერი ბევრმა ვერ მოუარა ამ თხილს და თხილი არ არის ეხლა ძირითადი შემოსავლის მებოსტნეობა იყო ზღვისპირა განსაკუთრებით თემებში სადაც ამ კლიმატის და საერთოდ როგორცა დღეს იძახიან რომ დაზღვევა აი აგრო დაზღვევა ხო მაგრამ მოსახლეობას აგროდაზღვევის საშუალება არ აქვს, შემოსავალი არ აქვს და შემოსავალი რო იქნება, რა თქმა უნდა, დააზღვევს აგროდაზღვევას. რიგი პრობლემებია, რომელსაც და ერთის ისა სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრია, არიან იქ პროფესიონალები, კი ბატონო, მაგრამ არ ყოფნის იმ ცენტრის არსებობა მთლიანად სოფლის მეურნეობის გასავიდე. ჩვენი ხედვა პარტია გახარისა ეს როგორც ეხლა მოგახსენეთ 2 წუთში ვერ ჩაეტევა, მე ამიტომ თქვი აქაც პოსტულატების და იმის სახით, თუმცა ჩვენ რომ მოსახლეობას ურიგებთ იმ გაზეთებს, იქ არის გაწერილი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ამის ამის ნათელი მაგალითია ის მოცვი, სადაც იმ წერტილებში მოცვი ნამდვილად შემოსავლიანია და კარგად მოდის რა. მადლობა ბატონო ჯუბარ, ბატონო თორნიკე, თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თქვენი პარტიის ხედვები, რამდენად რენტაბელურია თქვენთვის სოფლის მეურნეობა, კონკრეტულად ლანჩხუთში ეს მიმართულებები, რაც დავასახელეთ, ხილი, ჩაი და ციტრუსი და როგორ ხედავს მის განვითარების გზებს? ძალიან კარგი შეკითხვაა, უბრალოდ ამას ერთი დიდი პრობლემა უდგას უკან. პირველ რიგში ლანჩხუთის ბიუჯეტი სოფლის მეურნეობას ვერ გამართავს წელში. ვერანაირი ბიუჯეტი ზოგადად არ მგონია გამოდგეს ხარისხიანი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ჩემი აზრით, კონკრეტულად ჩვენ თუ ვისაუბრებთ ხილზე, რაიმე ციტრუსზე თუ სხვა რამეზე, ადამიანებში შრომას უნდა განაპირობებდეს ბაზრიდან გამომდინარე მოთხოვნა. თუ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა თხილზე, შესაბამისად ადამიანი გადაერთვება და იწყებს თხილის მოყვანას, შეისწავლის იმ კულტურას, ნუ იქ სხვა საუბარი იმაზე, რომ ცოდნა უნდა გაიზარდოს, მეტი ინფორმაცია უნდა ქონდეს იმ კულტურის შესახებ, რასაც ადამიანი ხელს მოკიდებს. ეგ მეორეა, თუმცა ჩვენ არ უნდა გამოვუჩეს ის, რომ საიდანაც დავიწყეთ საუბარი, რომ ნებისმიერ პრობლემას მივყავართ ისევ საწყისში. თუ ადამიანების არ იქნება ტერიტორიები და იქნება მიტოვებული ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს ხელში. უბრალოდ შეუძლებელია მაგალითად ჩემს საყანე ფართობზე, რომელიც 3000 მეტრ-კვადრატია, იქ რაიმე ტიპის ბიზნესის წამოწყება. უბრალოდ შეუძლებელია, მე ხო კონკურენციაში საერთაშორისო ბაზართან მოვდივარ. მე ხო კონკურენციაში მინიმუმ რაც პროდუქტები შემოდის, იმ ხალხთანაც მოვდივარ, ვისაც შემოაქვს მინიმუმ იმ ბაზრების წარმომადგენლებთან ხო მოვდივარ. გამომდინარე აქედან მე როგორ უნდა გავუწიო თურქ ფერმერს კონკურენცია თუ იმას 100-ჯერ მეტი მიწა აქვს, შრომის დანახარჯები 100-ჯერ უფრო ნაკლები შეიძლება კონდეს. შეუძლებელია უბრალოდ ამაზე საუბარი და დავა. კონკურენციაში ფიზიკურად ვერც კი შევდივართ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს იგივე პრობლემა მიწის სიმწირე. მიწა გვაქვს, ტერიტორია გვაქვს, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაშია და არ შეიძლება ეს ადამიანება მოიხმარონ. ჩემი გადასახედიდან ვერანაირად ვერ დაეხმარება ლანჩხუთის ბიუჯეტი ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის განვითარებას, თუ სტრატეგიულად არ ვიმუშავებთ და არ შევცვლით მიზნებს ისევ ცენტრალურ ხელისუფლებამდე მივდივართ. ჩემი დიდი სურვილია რომ ლანჩხუთში ყველაფერი აყვავებული იყოს, უბრალოდ ფიზიკურად არ გამოვა. მით უმეტეს 33 მილიონად ვერანაირი დარგი ვერ განვითარდება. თან ყველაფერს სოფლის მეურნეობის განვითარებას ხო ვერ მოვახმართ ფიზიკურად. აი წეგან როგორც საუბრობთ, გზებიც კი არ გვაქვს, სანიაღრო სისტემაც კი არ გვაქვს და როგორ ვაპირებთ მაშინ ამ ხალხს დავეხმაროთ, ვინც იქ ცხოვრობს.
შეუძლებელი და ჩემი აზრით ტყუილი იქნება მე რომ გამოვიდე დამოძღვრა დავიწყო რომელი მიმართულებით ჯობია ამ თანხის დახარჯვა ეს როგორი რაღაცაა იცით ჩემი წარმოდგენით მთელი ბიუჯეტი ადამიანების ფული ანუ ადამიანებმა რაც იშრომეს და ჩვენ მათგან ამოვიღეთ ამ ფულს გამკარგავდე მე და წარმოიდგინეთ რომ თქვენ შეიძლება მუშაობდეთ პირობითად მეხანძრე იყოთ, ექიმი იყოთ, საერთოდ სხვა დარგში მოღვაწეობდეთ და მე რო ვთქვა, ამ ფულს ხელს მოვკიდებ, რომელიც თქვენი შრომით იშრომეთ. იქედან წილი ავიღეთ და ეხლა დავახარჯავ სოფლის მეურნეობას. ჩემი გადასახედიდან ეს არის არასწორი. იმიტომ კი არა რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე არ მინაზრუნვა. საფუძველში ეს იდეა არის მცდარი და შემდეგში კორუფციის გზებს აჩენს, შემდეგში არამიზნობრივად ფულის ხარჯვას და აქ უკვე დიდი პრობლემები და წყალში გადაყრილი თანხებია ეს რაც დაიხარჯება ბაზარს უნდა აყვეს მოსახლეობა. კი ბატონო, ბაზარს უნდა აყვეს მოსახლეობა, ბაზრის წესები უნდა გაითავისოს, იგრძნოს მოსახლეობამ და აქედან გამომდინარე მე რომ რაღაც კონკრეტული მეურნეობა მაქვს, ბაზარზე მოთხოვნა რო არსებობს, იქედან გამომდინარე მაქვს. და წარმოიდგინეთ რომ მე რომ ამაში ფულს მიხდიდეთ უბრალოდ იმიტომ, რომ მე ბაზარზე დავრჩე. რატომ უნდა დავრჩე ბაზარზე? თუ ნერგებზე მოთხოვნა არ არის, რატომ უნდა ვაწარმოო მე ნერგები კონკრეტულად? შევდა თქვენ თუ ამაში ფულს გადამიხდით ეს იქნება უდიდესი სისულელე. მეტი არაფერი არ იქნება, არ შეიძლება უბრალოდ სხვა ადამიანის ფული წავართოთ და თორნიკეს მივცეთ კონკრეტულად იმისთვის, რომ ნერგები არ წამროვოს. ბატონო, თორნიკე დავასრულოთ, ბატონო, გია თქვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით, რამდენად ხედავთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის დარგები განვითარდეს, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი რამჭყუთი. დიახ, აი, სოფლის მეურნეობაზე მე მომწონს ის გამოთქმავა, რომ სოფლის მეურნეობა ეს არის როგორც ამოსახოქის ზაჟიგანია, თუ როგორ ქვია საქართველოს ისა. ამით უნდა ის დაამროს ლანჩხუთს ამის ყველა საფუძველი აქვს, რომ სოფლის მეურნეობა იყოს სათანადოდ იყოს, მაგრამ ჩვენ ახლა ვერც იმ ძველ დროში დავბრუნდებით, როგორც ჩვენ წინ 100 წლის წინ როგორც მოახერხეთ ჩვენო წინაპრებმა იმ პირობებში, იმ ტექნიკური საშუალებებით და იმ დროში, როდესაც კი გვახსოვთ რა როგორ იყო და მოახერხეს უზარმაზარი ასე ვთქვათ ენერგიის შექმნა და სოფლის და მიიღეს ის რაც მიიღეს კი არის კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ იქ უზარმაზარი ისეთი მეორე მხარეა, რომლის გარეშეც ვთქვათ არც გის კვალიტეტი დღეზე დაგეგმა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა იყო გუშინ და ვინც გუშინ რა იყო დღეს რა არის ხვალით რა იქნება. Αλλά გარდა სოფლის მეურნეობის ახლა სუბსიდიან ლანჩხუთი არის აი მასკმა ამის ახსენა თუ მეაქციეთ ყურადღება რომ საქართველოს ეგ არის მთელი მსოფლიოს სატრანსპორტო ჰაბი, კვანძი. აი ჩათვალეთ თუ საქართველოს სატრანსპორტო კვანძია ლანჩხუთი არის აი ჰაბის აი კვანძი მართლაც და უზარმაზარი წარმოიქმნეთ ფოთის სპორტი, აგერ ბათუმის სპორტი, ვანაკლია შემდეგ ვანაკლის სპორტი, მთელი თვითები აქ უზარმაზარი იცვლება სამყარო, იცვლება თვითი წარმოებლები, თვითი ბრუნვები იცვლება და ის უამრავი ჩემი დარწმუნებული ვარ, უამრავი ძალიან ბევრი ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ აი იმას დავალაგებთ კარგად, რაც დასალაგებელია, რასაც მეგობრები საუბრობდნენ, რომ გამოიჩენს წარმოებლები, რომ თავიანთი თვითი უნდა გატარდეს აი ჩანაწყლის ტერიტორიაზე თავისი ლოჯისტიკური მომსახურების საბაჟო ტერმინალები და ასე შემდეგ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აი ფაროსან ახსენა. რა არის ის ყველა საქმე ჭირდება პატრონი. აი თვითმაც აი ამ დღეს როგორ არის ცით ესე იგი ვიცით რა თქმა უნდა და ჩემზე არანაკლებად არ მოსვლა ესე მერის წარმომადგენელი სოფელში. ესე მისი სტაბილურობა, მისი ხვანდელი დღე, მისი განმის ეს არის მერი და არა ის სოფელი, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს და პერიქით რომ იგივე პიროვნება შეიძლება ბევრი კარგი და ნორმალურია მათ შორის რომ იგივე პიროვნება შეიძლება იყოს მაგრამ თუ ის იქნება სოფლის წარმომადგენლის სტატუსით სულ სხვაა მისი мотиваცია მის მიერ დაყენებული საკითხები რა თუ დროს ცოტა გვახერა როგორც ხედავ და თუ ძველ დროს გავიხსენებ თქო სოფელში რამდენი ადამიანი იყო თქო იქ თავარი ის იყო კოლონოვის თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარე მთავარი ზოდი მთავარი აი დღეს ეს ყველა ადამიანი ერთი ადამიანია მხოლოდ დარჩენილი ისიც ძალიან წირი შეიძლება ბიუჯეტი და საერთოდ არა საერთოდ ბიუჯეტზე საუბარია, მხოლოდ ხელფასებია გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში. ამიტომ სისტემური ცვლილებები, ამიტომ გურულება უნდა დავიწყოთ, ამიტომ ლანჩხუთლება უნდა დავიწყოთ, ოზურგეთლები, რა თქმა უნდა, აქ ერთდროულად უბრალოდ იქ უფრო ხელსაყრელია, თორე მაშინვე ოზურგეთი და ჩოხატაური და დანარჩენი აი ცოტა არ გაიგოთ რაღაცა ისეთი იმის განწყობითა რომ ეს ამას ჭირდება გურულების მონდომება და მე ამ თემაზე დასაუბრე ვარ ყველა მე და კომპეტენტურ ადამიანთან, რომელსაც უსმენს სახელმწიფოებას, მათი როგორც ექსპერტები თქვა დარგებში და თვითმმართველობაში და ყველა სასახად ელოდება. ესე იდეები ბევრს აქვს როგორც ახლა მე, მაგრამ თუ აი გურულების თუ ჩვენ ნაბიჯს გადავდგამთ იმის რომ ეს განწყობილება შევასაგრებულოში და ეს მეგობრები პირველი ნომრები არიან თავიანთი ჩემზე
ალე ჩვენ უფრო ჩვენზე უკეთეს როგორც არჩევნო იმას ატარებენ როგორც ხედავდა და ამიტომ ჩვენ ერთად გვეგოცება საშუალება რომ იქ პოზიცია ოპოზიცია კი არა ხელი ჩაგიდებული ყველამ ერთად შეიძლება ითქვას მოკლედ გასაგებია ბატონო ჯუბარი ისე ვიწყებს თქვენგან წეგან ახსენეთ ინფრასტრუქტურული საკითხები, მაგრამ რამდენად მწვავე დგას ეს პრობლემა ლანჩხუთში და რამდენად არის მიზეზი იმისა, რომ გადინება მოხდეს ახალგაზრდების. თქვენი პარტიის ხედვები ამასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, ეს იქნება გზა, წყალი და ასე შემდეგ. როგორ ხედავს ამ პრობლემის გადაჭრის გზებს? როგორ წეგან მოგახსენეთ, აი გზა და წყალი უშუალოდ ქალაქ ლანჩხუთში მეტნაკლებად გაზიფიცირება და ასე შემდეგ. გაზიფიცირებულია, გზაც შედარებით თემებთან არის, თუმცა არა ყველგან, მაგრამ თავარი პრობლემა არის ქალბატონო ის რომ ლანჩხუთი გაიზარდა, ბატონი გიადა მეთანხმება ფირმას გამგზავნელობს და პროექტირების იმაში, რო იყო ლანჩხუთი, იმაზე ბევრია უკვე მოსახლეობაც გაიზარდა. საბედნიეროდ მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია ლანჩხუთი გაიზარდა თვითონ. ინფრასტრუქტურულადაც ქალაქს არ აქვს წარმოგიდგენიათ რამდენი კორპუსია ახლა ბატონი გიადამეთ, ქალაქს არ აქვს კანალიზაციის სისტემა. კანალიზაცია საერთოდ არ არსებობს. და აი ეს ჩვენი პარტიის ხედვაა პროგრამაშიცა რომ აი ამის მოგვარება. მე ბატონი თორნიკე ძალიან ახალგაზრდულად და ძალიან იჭერად ამბობს ამას, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ იყოფა, მაგრამ რისთვისაა სახელმწიფო 30 მილიარდზე მეტია ბიუჯეტი, ხო? ესე ამბობს და რომ 30 მილიარდზე მეტია ბიუჯეტი და სუბსიდირება ერქმევა ამას თუ რეგიონების კუთხით. მინდა გითხრათ, რომ აი ქალაქში განხორციელდა რამოდენიმე წლის უკან ღარიბაშვილის პრემიერობისას ქალაქის ფასადის გაკეთება, სკვერი გაკეთდა ცენტრში. დაახლოებით 5 მილიონი, ახლა ციფრები შეგება შემეშალოს, მაგრამ და მილიონებში იყო. და აი ეს ერთი შენობა კაფეს სტილში დღესაც მოუგვარებელია. ის ახლა იჯარით გასეს და ის შენობა, რომ სადაც შეიძლება ცენტრი გაკეთებული იყო. საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის ქალაქში. აი ინფრასტრუქტურას ამბობ. ჩვენ 4 წლიანი პროგრამაც გვაქვს და ვეუბნებით, რომ ახალი საქართველოს კანალიზაციის პრობლემას მოაგვარებს, დაიწყებს ყოველ შემთხვევაში გრიგოლეთი მოგეხსენება ჩვენი მუნიციპალიტეტის და თუ ოზურგეთისთვის ურეკი არის საერთაშორისო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა კვლევები პროფესორ იმ ხალხის ვინც შუქრი რომლებიც ამ მაგნიტური შემცველობის და ზოგიერთი წერტილები არის გრიგოლეთში, რომელიც აღემატება ურეკს თუ არა არ ჩამო აი მე რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი ვზანდები და ვეუბნებოდი ხოლმე რომ აი აბრები რატო არ არის იცით რომ სეზონურად ზღვაზე ჩამოდის ძალიან ბევრი იყო ხო დამსვენებელი და არა აქვს მას ქართულად ინგლისურად რომ რა ტერიტორიაზე იმყოფება იმ თუკი ურეკში არის ხო იქ რატო არ არის და თელი რეგია ინფრასტრუქტურა ისეთი საკითხია რომელიც ნამდვილად საჭიროებს და აი ამ საკითხებზე ხო სამწუხაროდ ამბობენ რომ ჩვენი ბიუჯეტი არ ყოფნის და არც არავინ არ ამბობს რომ ჩვენი ბიუჯეტი ყოფნის მაგრამ ეს სუბსიდირება რო ხდება სამინისტროებიდან და აი სამინისტროებიდან რომ არის ხო აი ქედა უნდა მოხდეს ქედა მოიწურა კი ბატონო ბატონო თორნიკე თუ შეიძლება თქვენი ხედვები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რამდენად ადგას ინფრასტრუქტურული პრობლემები ლანჩხუთში არ გულისხმობ მხოლოდ ქალაქს სოფლებში შიდაგზების მოწესრიგება რამდენად არის საჭირო და როგორ უყურებთ ამ საკითხს თქვენ და თქვენი პარტია რა თქმა უნდა თუ ჩვენ ავიღებთ რომ კონკრეტულად და ვიტყვით რომ ინფრასტრუქტურა უმჯობესდება თუ არა წლიდან წლამდე შეიძლება შეითვალოს რომ სადღაც შეიძლება რაღაც გაკეთდა გავარდეს ხმა რომ რაღაც გაკეთდა უბრალოდ ეს შენთან ახლოს არ კეთდება მაგალითად მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემს უბანში ერთ-ერთ უბანში გზა გაგვიკეთდა სანიაღროც გაგვიკეთდა ერთ-ერთ ქუჩაზე უბრალოდ სხვაგან ადამიანები არ ცხოვრობენ სხვაგან ხალხი არა სხვაგან არ შეიძლება რომ ეტაპობრივად მივყვეთ ხალხმა იცოდეს სად როგორ კეთდება უბრალოდ მოსახლეობას უყურებენ ჩემი დამოკიდებული აი მე რაც მინახავს მოსახლეობას უყურებენ სად არის მეტი ჩემი ამომრჩეველი იქ გავაკეთებ ამას მაგალითად გზას მაგალითად სანიაღროს ისე კი არ უყურებენ რომ ეს ამ ხალხმა საერთო ჯამში და ამ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებია საერთო ჯამში მივიდივართ ჩვენ იქამდე რომ
სლიანი მოსახლეობის ფულია, ჯიბიდან არავის არ მოაქვს ეგ თანხები. და ხომ შეიძლება სლიან მოსახლეობას მოხმარდეს. მე საერთოდ არ მომწონს ეგ იდეა, რასაც ჩემი აზრით მთავრობის გასაკეთებელი საერთოდ არაა გზები, არც სანიაღვრები და ასე შემდეგ. მაგაზე მოსახლეობა უნდა ზრუნავდეს, ოღონდ იმ პირობებში, რომ პირობებსაც მე უკვე საუბრობდი მაგაზე და ეს პირობებია ის, რომ სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი, უდიდესი ნაწილი უნდა გადავიდეს მოსახლეობის ხელში და შემდეგ უკვე შეუძლია მოსახლეობას ეს პრობლემები თავად მოაგვაროს. გამდიდრებულ მოსახლეობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მე თუ მილიონები მექნება, თქვენს თუ მილიონები გექნებათ და თუ შევძლებთ განვითარებას, ფულს არავინ არ გვაჩუქებს ჩვენი თავისუფალ პირობებში თუ შევძლებთ განვითარებას, ჩემი აზრით სახელმწიფოს როლი ჩვენს ცხოვრებაში შემცირდება და მე მგონია რომ ყველაზე დიდი პრობლემა ბიუროკრატიაშია. ბიუროკრატიას შეუძლია, აი როგორც ჩვენ საუბრობთ, ბატონ ჯუმბერი საუბრობდა იმაზე, რომ 30 მილიონი მაგალითად ლანჩხუთისთვის. არა, 30 მილიარდი ქვეყნის ბიუჯეტი, მაგრამ ლანჩხუთის ბიუჯეტის შემთხვევაში 33 მილიონამდეა, ხო? 33 მილიონად შეუძლებელია მაგის გაკეთება. უბრალოდ ვერც იმ თანხას დავასახელებთ. რა ეს ლოგიკური თანხაა, როგორ უნდა გაკეთდეს, საიდან უნდა ავიღოთ ეს ციფრი? და ჩემი აზრით და ჩემი გადასახადიდან ყველაზე ხელისშემშლელი, რაც ჩემს რეგიონში ყოველ შემთხვევაში იკვეთება, ეს არის ბიუროკრატია. და ადამიანის ცხოვრებაში შემოსული სახელმწიფო ხელი. ნიშნულობა არ აქვს ის მე ვიქნები ხვალის ხელი, ბატონი გია იქნება, ბატონი ჯუმბერი იქნება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმ თანამდებობებზე მოხდება, რომელიც მართვერ რგოლს ეხება, უკვე ეს სამინისტროებიდან დაწყებული, კი, მოკლედ ვიტყვი, სამინისტროებიდან დაწყებული, ძალიან ხელისშემშლელი ადამიანის ცხოვრებაში და ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ ამისთვის. თუნდაც ის რომ სახელმწიფო ნებართვებია საჭირო იმისთვის და სოფლის გამგებლის თუ ასე შემდეგ, ვისაც ეგ ავალია, მოგეთ ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს ნაკვეთზე ხე რომ მოვჭრა, მე უნდა შევეკითხო სახელმწიფო მოხელეს და ნებართვა უნდა ავიღო და ამაში ფული უნდა გადავიხადო. და რა საჭიროა საერთოდ უშუალოდ მე ხო ნაკრძალში არ ვჭრი. კი ბატონო, ნაკრძალში თუ ხდება რაღაც ჩავთვალოთ ეგ დანაშაულად და თუ 20 ლარიან ერთ ფურცელს არ ავიღებ, სადაც ეწერება რომ ნებართვა მაქვს უკვე ჩემს ეზოში რომ მოვჭრა. ისე არ უნდა მქონდეს ჩემს ეზოში იმის გაკეთების უფლება, რაც მე მინდა. ბაბუას დარგული ხეა, თქვენ ვინ გეკითხებათ, პირობითად თქვენ არ გულისხმობთ, თქვენ ვინ გეკითხებათ, მე მოვჭრი თუ არა იმ ხეს თუ ახალს დავგავ. გასაგებია თქვენი მოსაზრებები, ბატონო გია, თქვენაც რო გითხრათ, რამდენად ხართ უკმაყოფილო იმასთან დაკავშირებით, რაც კეთდება ინფრასტრუქტურის კუთხით ლანჩხუთში, ანუ მასშტაბურობით, ინტენსივობით და რამდენად არა გამოსასწორებელი ეს. მე საერთოდ აი ყველაფერს მართვის კუთხით უყურებ, მართვის შეიძლება ითქვას რომ ორი უნივერსიტეტი დაამთავრე მართვასთან დაკავშირებული და ხედავ ყველა პროცესი იმართება და მათ შორის ურთიერთობებიც იმართება და საერთოდ პრობლემებიც რომელიც დღეს ლანჩხუთში არის და მუნიციპალიტეტებში არის უნდა იმართოს და ხედავ რომ ძალიან ბევრი ხარბეზია მართვაში. აი მიუხედავად იმისა რომ სისტემური ცვლილებები და ვამონდა ეს აუცილებელია და ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ეგ არის საბოლოო შედეგი. ჩვენ დროც არის რამდენად მოგვეცემა, მაგრამ თავარი მაინც აი მართვა, აი მაგალითად აი რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი. თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენ საკუთარი სახლისთვის თქვა კერძო იშენებდეთ რაღაცას ეკეთებდეთ და პროექტს არ უყურებდეთ რა როგორი პროექტია. აი წავი ხდება ისე ფაქტიურად, აი ძალიან მე არ მინდა ყველაზე თქვა და ყველა პროექტზე ესე, მაგრამ ის ძირითადად რომელიც აი ქარიდან არის დალაგებულს რო იძახიან რომ მოკლედ ეგ არის მიზეზი ერთ-ერთი რომ აი მე პროექტის თითქოს ამოწმებენი ექსპერტი ამოწმებს სანამ ექსპერტი ექსელის გამრავლება გაყოფება მოწოდება და არა ესე ფაქტურად იმ სოფერში რომელიც სოფერშიც უნდა გაკეთდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტი ის ნაპირდა საცავია თუ ხიდია გასაკეთებელი თუ გზა არის ადგილობრივი მოსახლეობა საერთოდ მერის წარმომადგენელი ერთი მერის საგნის ყურში არ არიან წარმოიდგინე, შემდეგ ეს ხდება ამ შენებელთან, მე ამ შემთხვევაში გამოდივარ თუ ამ პოზიციაზე, მე 300-ზე მეტ ტენდერში ვარ მონაწილეობა მიღებული, შეიძლება ერთ-ერთი სამაგალითო იყოს ჩემი კომპანია რაღაცნაირად ექსპერიმენტი ჩავატარებ, დაულაგებ, მე გაზიფიცირება და კომუნიკაციებია ჩემის მიერ, ზუსტად ისა, სადაც ერთ-ერთი ჩანს იქ ყველა ხარვეზი რა როგორ არის. და ამიტომ აი ხედავთ ახლა თუ რა მდგომარეობა აგერ აი ამ კორუფციასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული პროექტებში. ეს ყველა მთელ სისტემაში ეგეთი პრობლემა არის. ახლა მე ჩვენ საგრებულოში და ჩემი შესვლის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი სიცარი ეს უნდა დაალაგდეს. იმიტომ არ შეიძლება საერთო რაღაცაზე ვიღაცა მავნებლოდეს და ვიღაც კორუფცია ერთ-ერთი რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას ეს კორუფცია. სულაც არ გულისხმობ ვიღაცა გუშინ იმ კანონი და ესე თავისით
მაგრამ უნდა დავიწყოთ რა, აი ამას იმ შემთხვევაში დავიწყებთ, თუ დაინტერესებული, აი მე მაგალითად ის რო ვთქვი, რომ აი იმ პრობლემები, რომელიც დღესაა ის დემოგრაფიული თუ სოფელი დაიცალა, ამის წინ უნდა უძღოდეს ამას ეკონომიკური ფაქტორები. აი ეს პროექტები, რომელიც იმ სოფელში კეთდება, იქ ეკონომიკური სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელების თქვა სუბსაში, კიდე თქვენ სოფელში, ჩემს კუთხეში, ანუ რომელიც აი რესურსი, რომელიც იქ არის. ამას ახლა ჩვენ სპეციალისტების გვაკლია ხო, თუნდაც ის ფინანსის, თუნდაც იურისტი, თუნდაც ნიადაგმცოდნე, თუნდაც ისა. ეს ერთ ცენტრალური კონსალტინგი, ესეთი აი მაგ სქემატურად რაღაც ამაზე ყავს. ესე შესაძლებელი უბრალოდ ამაზე უნდა მუშაობა და ამაზე უნდა სწორად დაყენება. ჩვენ გურულები ცოტა ისე ვაყენებთ ხო, იცით? ცოტა აი მაგალითს მოვიყვანა, აჭარლების დასახლებულია კომპაქტურად ჩვენი სოფლები. შეკრავენ აჭარლები პირს 20 ოჯახია თუ 15 ვარდი, დააყენებენ საგრძ, აბა კარგი დედმამიშვილია და მერმა აბა არ შეუსრულოს იმას ყავთ. გურულები უფრო ჩვენ ვიცით ცალ-ცალკე ხო, რაღაცა მე გავიკეთე ის რომ ამიტომ რაღაცნაირად გურულებმა უნდა ჩვენი ნიჭი უნარი და ხერხი ჯობია გონესა რაღაც აი ამ საერთო პროცესში, აი არჩევნების თემა რომელიც არის, მე ახლა მაგალითად აი ამ დამოკიდებულების რომ რაღაცნაირად შესაძლებლობები ყოველთვის შანსია რომ გოდესობისკენ წავიდეს, მე აი ესე უყურებ ამ არჩევნებს. ბატონებო, წეგან შეეხეთ საუბრისას დეცენტრალიზაციის საკითხს. მაინტერესებს კიდევ უფრო ჩაშლილა თქვენი მოსაზრება დეცენტრალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რამდენად თქვენ იქნებით ხმა საკრებულოში თქვენი მოსახლეობის, თქვენს მიერ არჩეული მოსახლეობის და რამდენად გავიგონებთ ხმას მოსახლეობის და რამდენად დააყენებთ მოსახლეობის პრობლემას და რამდენად იქნება თქვენს გადაწყვეტილებებში ადამიანების ჩართულობა. დიახ, ქალბატონინო, ეხლა ორჯერ წეგან მოგახსენეთ, რომ მაჟორიტარი ვიყავი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი, სხვათა შორის ეს პარტიული ნომერი არ მქონდა, რაღაც წილისყრით, ახლა როგორც დღეს წილისყრა ხვდა, ესე წილისყრით მონიჭებული და ყოველთვის ვიყავი ხმა ლაჩხუთის საკრებულოში, მოგეხსენა 2006 წლიდან არის რაიონულ დონეს საკრებულები, ადრე თვითმმართველობები თემებში იყო. დემოკრატიის უკეთესი პირობები იყო მაშინ, როცა ადგილზე წყდებოდა და ვეთანხმები აქ ჩემ ახალგაზრდა კოლეგას. დეცენტრალიზაცია აუცილებელია. თქვენ მოგეხსენებათ ახლა ინფრასტრუქტურის და რეგიონალური გაყვენ ახლა თითქოს, მაგრამ გაყვენ სკამის გულისთვის და გაყვენ პიროვნების გულისთვის, თორე რეალურად ხედვარეთ, ჩვენ პარტიას აქვს ამაზე ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს აბსოლუტურად დეცენტრალიზაცია. მე როგორც ორჯერ დამოუკიდებელი დეპუტატი ყოველთვის ვამბობდი, რომ სუბსისტემს წარმოვადგენდი, ხო? იქ ყველა კუთხით, რაც თქვენ ახლა კითხვებს ვამთ. სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, წყალი, გაზი, რომელიც მაშინ არ ჰქონდა და ეტაპობრივად შემდგომ შემოვიდა, არც ერთ პიროვნებას საკრებულოში არ უნდა ჭიროდეს ნომერი და პარტიული რაღაცა ესეთი დახმარება, ხო? იქ უნდა იყოს თვითონ ხალხიდან გამომდინარე. აი როგორც ხალხი გადაწყვეტს კრებების სახით, ეს იყო კონსტიტუციაში 20% უნდა იყოს მოსახლეობის კრება, ყველაზე უმაღლესი ორგანოა მოსახლეობის კრება, რომელიც იქ მოსახლეობის 20% შეადგენს. აი მაშინ თუ 20% ჩვენთან განხორციელდა სამი, მათ შორის იყო სუბსაში გრიგოლეთი, სადაც ბევრი საკითხი გადაწყდა იმ დროისათვის. და დეცენტრალიზება აუცილებელია, განვითარებული ქვეყნები ამის ნათელი მაგალითია, სადაც თვითონ ბატონი თორნიკე ბრძანებდა შტატი ირჩევს თქვათ იქ პოლიციასაც, მოსამართლესაც და თვითონ ხალხი ირჩევს და დეცენტრალიზაცია ჩვენთან არ არის. იყო ამის ცდილობები, მოგეხსენებათ 30 წლოვან ამ ისტორიაში უფრო მეტი დაპირისპირება, უფრო მეტი კონფლიქტები, უფრო მეტი არეულობები იყო და ჩვენი პარტია გახარია საქართველოს ხედავს და აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა თემების დონეზე და აი თუ შევარდნაძით დროს სოფლის გამგებელს ირჩევდა საკრებულო სოფელში. უფრო მეტად იყო ეს მისაღები, 5 კაციანი საკრებულო იყო სუბსაში თქვა. აქედან 3 მოპოვდა უმრავლესობას და ის ნიშნავდა იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამავდროულად გამგებელი თავისი ბიუჯეტით, რომელიც თვითკმარი იყო სუბსის ტერმინალით, ყველა არ იყო ესე მუნიციპალიტეტში, მაგრამ იქ დოტაცია ხდებოდა და იქ უფრო მეტად ხდებოდა პრობლემის მოგრება, ვინმე ეხლა. ეხლა როგორც ჩემი კოლეგები გამოყოფენ ამ თანხას და ყველა თემამდე თანაბრად არ მიდის. სუბს არის დიდი თემი, როგორც ნიბზიანის ხვები, ღრმაღელე, ჩოჩხატი და 5, 6, 7 სოფლით არიან წარმოდგენილი. არის ზოგიერთი ნინოშვილი მაგალითად ერთი სოფელია, ხო? და არ უნდა მოხდეს იქ თანაბრად
რა თქმა უნდა, ამა ეს თვით ადგილზე უნდა წყდებოდეს. მადლობა. ბატონ თორნიკე, თქვენ სიის პირველი ნომერი ბრძანდებით, ამასთანავე მაჟორიტარი ბრძანდებით. თქვენი არჩევის შემთხვევაში რამდენად გაიგონებს საკრებულოში, რამდენად გაისმება რიგითი მოქალაქეების ხმა, რიგითი მოქალაქეების სატკივარზე საუბარი, რამდენად მოხდება? და როგორ უყურებთ ამ თემას? ზოგადად მიმაჩნია, რომ მე პირადად ესე მგონია და ამას ხალხიდანაც ვგრძნობ, რომ ზუსტად მათ სათქმელს ვამბობ, მაგალითად არავის არ ჭირდა პირობითად ვამბობ, ხა არავის არ შეუძლია რაღაც სოციალური დახმარებების და ასეთ მაგ ტყილებს უკვე ხალხი აღარ ჭამს. და ვერავის ვეღარ მოატყუებ უკვე ეგეთი რაღაცები, მით უმეტეს მომავალ თაობას. ახალგაზრდები უკვე ჩემთან მაგალითად ძალიან თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებაში არიან და ყველა ცდილობს, რომ მათი ხმა ვიყო. მე კი არ მაქვს რაღაცა მონდომება და სურვილი, რომ საკრებულოს წევრი გავხდე უბრალოდ. უბრალოდ წარმოვადგენდი ადამიანებს ზუსტად იმ პირობების გამო, ზუსტად იმ ხედვების გამო, რომელიც მე მაქვს და ვაჟღერებდე იმ ყველაფერს. ანუ რამდენად შესაძლებელი იქნება ხა ეს ყველაფერი რომ გაიტანო მიზნამდე მიხვიდე საბოლოოდ, მაგას ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ სხვა ტიპის არჩევნები ჭირდება და სხვა ტიპის უმრავლესობა ჭირდება საერთოდაც უბრალოდ ერთ ადამიანს მე რაც შემეძლება ყველანაირად ვეცდები, რომ იმ ადამიანებისთვის ვიყო მაშველი რგოლი, ვისაც ბიუროკრატიასთან პრობლემები შეექმნება. აი ზუსტად იმ კონკრეტული თემების გამო, რაც ზემოთ ვისაუბრე. აი როგორც მაგალითად ხის მოჭრასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ან ნებისმიერი სხვა პრობლემა, რომელთვისაც აი სამშენებლო ნებართვა იქნება, ადამიანს თავის ტერიტორიაზე სახლის აშენება რომ უნდა, ანუ თავისთვის ცუდ სახლს აიშენებს, შენთან რომ უნდა მოვიდეს პირობითად, რადგან შენ ხელისუფალი ხარ, ნებართვა რომ უნდა აიღოს, აი რატო, რისთვის? რაში ვახდევინებთ ნებართვისთვის, რატო ვახდევინებთ ფულს? და ჩემი აზრით, მე ამ ყველაფერს, ამ ჩემი ერთჯერადად არჩევით, ერთი ადამიანის შეცვლით, რა თქმა უნდა, რომ მე ამ პრობლემებს ესე ერთი ხელის მოსვლით ვერ გადავწყვეტ და შეუძლებელია კიდეც თვითმმართველ ორგანოში მოხვედრით ამ პრობლემების გადაწყვეტა და მე ესეთ ტყუილს არც ვიკადრებ და არც ვიტყვი, უბრალოდ შემიძლია რომ მათი ხმა ვიყო, ვისაც დავჭირდები, ვისაც ჩემი გვერდით დგომა დაჭირდება და კანონი მასზე ძალადობას დააპირებს, შესაძლებელი იქნება ჩემთან მოსვლა, მის გვერდით ვიქნები ყოველთვის და ვეცდები და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგებთან ერთადაც კიდე რომ განსხვავებულადზე ბატონებიც არ იქნებიან და ყველა ერთად ვეცდებით იმას რომ რამენაირად მაშველი რგოლი ვიყოთ იმ ადამიანებისთვის ვისაც ბიუროკრატიამ ხელი ძალიან ცუდად შეახო. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გია, თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად მიღებულია თქვენთვის ის რომ ადამიანები იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარ თემში, საკუთარ სოფელში, საკუთარ მუნიციპალიტეტში. ეხლა მაგალითად მოგახსენებდით, რომ აი სამწუხაროდ აი მოწყვეტილია საზოგადოება თავის ფაქტურად თავარი პრობლემა კიდე იმაში არის, რომ საზოგადოება თავის ინტერესების გამოკვეთას ვერ ახერხებს. გამოკვეთას ვერ ახერხებს, ვერც მის დაცვას ვერ ახერხებს, საკითხის დაყენებასაც, ასე რაც არის შემოთავაზებული, ის არის მე ძალიან თქვა ცუდი როლი ითამაშა და აი თავისმოხვეულმა და ამას ძნელა გავიაზრებთ ალბათ, რომ ეს პარტიული მომენტები შემოტანა სოფლებში. ერთ-ერთი რომელსაც გაათითო კაც ერთ სოფელში 5 პარტია, ერთი იგებს, 4 აგებს, კი ხედავთ საერთო განწყობილებას და სურათზე არც ერთი არაფერი გავენას არ ახდენს, მაგრამ მოსახლეობა გაათითო კაცებული. ანუ ჩვენ ესეთი აი დღეს მაგალითად როგორი წარმოჩ როგორი უნარიანიც არ უნდა იყოს ადამიანი ხო სოფელში თუ ის რომელიმე პარტიის წევრი არ არის, ის ვერ ხდება ვერც ერთი ასე თქვა პოზიციაზე და მეტუმეტეს ის პოზიციები რომელიც გამოტანილია ამჟამად თუ იმას მართლაც რეალური ფუნქციას არ შეასრულა, კი ხედავთ ფაქტურად ბატონი ჯუმბერი მე-4-ე აპირებს ახლა და ამიტომ ჩვენ უნდა რაღაცნაირად ეს უნდა შევცვალოთ ეს ბოჯადებული წრიდან უნდა გავიდეთ ახლა მაგალითად პირველი სტრუქტურა რომელსაც თქვენ ამბობთ ეს ცენტრალიზაცია პირველი აი სოფელის კუთხეებში უნდა იყოს ადრე ქორწილები იყო შემთხვევა იყო იქ რომ პარტია არ ნიშნავდა და თავკაც ვიც უნარიანი იყო ვისაც ოჯახი ენდებოდა ვიც იცოდა ვის რა დაევალებია აი ეს პირველი სტრუქტურა რო თქვენ ეკონომიკური წინა წაუძღეს ამ სურვილებს რომ ჩვენ სოფელი ლოგვიდა ეს ეკონომური აი ხუნა ჩაიდოს პირველი ეკონომიკური სტრუქტურა აი მერის წარმომადგენელი რომელიც დღეს არის სოფელში იმას გაუправდეს ისა იმას რაღაცას იქ ჩალიჩობს ბოდიში ამ ჟარგონის იმას უნდა გაუправდეს იქ ბევრი იქ შეიძლება არ არის კვალიფიციური საკმარისი დავუშვათ რაც ინფრასტრუქტურა ჭირდება მის კვალიფიკაციის შესაბამისი მაგრამ მუშახელი არის ის არის რომ მეთვალყურება შეუძლია გაუწიოს სხვადასხვა უკვე თვითონს გამოცდილებას მიიღებს ის სტრუქტურა თვითონ ჩაერთვება ისე თავის ინფრასტრუქტურა თავის სოფელში არა ის უნდა გახდეს და შემდეგ ამაზე უნდა აიკენძოს ის სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ ძალიან დიდი თემებია და თქვენი მოკლედ როა რომ მაგრამ მე მინდა რომ თქვენ მისარგებლოთ შემთხვევით
და თუ ამისი საშუალებაც მექნება რომ რაღაცნაირად აი ლანჩხუთში მიმდინარე პროცესებს მინდა რომ მასმედიიდან ყურადღება რომ ეს თემა ავწიოთ თუ რამე ისეთი ხედავთ რომ აქ ასე ვთქვათ სხვადასხვა ჩვენ არ ვუყოთ ყველაფერი ვიცით პირიქით ეს თემა გვინდა რომ ისე იყოს რომ თავისი ხარვეზი ყველაფერი დანახული იქნას რომ მაგრამ სამაგალითო გავხადოთ და რაღაცნაირად აი ეს გურის ეს პატარა ლანჩხუთის თემა იქნებ გამერთიანებელი გავხადოთ ყველა სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მაგალითად მე რო ვუცხო ოცნების წარმომადგენელსაც იქ თქვა გირჩია თუ ვინც არის რომ ჩვენ ლანჩხუთის ჩვენ სოფლის ინტერესი გვაქვს აქ ვიყოთ ერთიანი ჩამოყალიბდეთ ნახოთ რა გჭირდება რა რესურსი გვაქვს და შემდეგ ჩვენ პარტიებს ხოს რომ დავეხმაროთ თუ პარლამენტია პარლამენტიდან და საერთოდ ის რომ ეს რაც დღეს ხელფეხი შეგრული გვაქვს როგორც გვებზანებთ რომ აქ რეალური თვითმმართველობასთან ძალიან შორსა ვართ პირველ რიგში ეგ საკითხი უნდა დავაყენოთ იმიტომ რომ ხელისუფლებას არ აქვს პოზიტიური თემა როგორც კი დაინახავს რომ აქ დასაყრდენი შეიძლება გაკეთდეს აქა უკვე ისე აღარ დაიწყებს იმიტომ რომ მე მაგალითად გათვლა მაქვს გონიერ ადამიანებს რომელსაც ამას αλλά ხელისუფლებას დღეს გათვლა აქვს იმაზე ვის მაზე დამოკიდებულია სოციალური დახმარებებია ელასტიკია მოვიდა ხურობე კიდე იქნებ ბევრი ვერც მოასწრებს სტიქიით შესაბამისი ანაზღაურების მიღება ძალიან ბევრი ხარვეზია ძალიან მადლობა ბატონო მადლობა და შეჯამებისკენ მიდის ჩვენი გადაცემა და როგორც დაგვირდით გადაცემის დასაწყისში გეძლევათ შესაძლებლობა იმისა რომ თქვენს ამომრჩევლს მიმართოთ აჩვენოთ თქვენი უპირატესობა თქვენი პარტიის უპირატესობა რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი მხოლოდ 1 წუთი გეძლევათ ამისთვის 1 დიახ 1 წუთი ბატონო ჯუმბერ დავიწყოთ მე მინდა მიმართო ჩემ ძვირფას ლანჩხუთის ამომრჩევლებს მოგეხსენებათ რომ მე მესამე მოწვევა ვარ საკრებულოში და არ ყოფილა საკითხი რომელიც მოსახლეობიდან გამომდინარე არ დამეფიქსირებიოს სხვადასხვა არის ესეთი ფორმატი საკრებულოს სესიებში და არ გამიცდენია არც ერთი სხვადასხვა საკითხი სადაც ის საჭირო საკითხები რაც მე მინდა გითხრათ რომ 24 საათიან რეჟიმში ჩემი ტელეფონი ჩართული იქნება როგორც ყოველთვის იყო ჩართული და ვიქნები ადვოკატი ნებისმიერ თემაში ძალიან ბევრი თემაა აი სტიქია ხსენდა და არ ვიცი ეგ სტიქია ზოგისთვის სანატრელია რომ რაღაცები გადაფარო ის საკითხები რაც მოსახლეობას აწუხებს უბრალოდ სახალხო დეპუტატი უნდა იყო არ უნდა იყო სტუმარი დეპუტატი უნდა იყო ყოველ წამს და ყოველ საათზე რეაგირებული ნებისმიერ თემაზე და თქვენ იცით რომ ლანჩხუთი არის ძალიან აქტიური დაწყებული ნოე ჟორდანიათი მოგეხსენებათ პირველი პრეზიდენტიდან მთელი შემადგენლობა პირველი დემოკრატიული მთავრობის უმეტესობა ლანჩხუთლები იყო გურულები იყო პირველი გურის რესპუბლიკა გურიდან იყო და გურულებს თხოვ რომ თავიანთ ხელშია 4 ოქტომბერი არის ის დღე როცა ხალხი არის ხელისუფლებაში თქვენ ვისაც მიანდობთ ის იქნება თქვენი წარმომადგენელი და ის 4 წელი მოგემსახურებათ მე პირადად მზად ვარ ჩემი გამოცდილებით ჩემი იმ უნარებით რაც შევიძინე ვიყო ნებისმიერი ოჯახის და ნებისმიერი სოფლის და თემის მსახურებაში დიდი მადლობა და თქოთ მობრძანდეთ ეს გზა აუცილებელია კონსტიტუციით განსაზღვრულია კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემ პატივისცემას ბოიკოტში მყოფ იმ ხალხისთვის ვინც ხედავს ასე მაგრამ არიან ძალიან ბევრი ვინც არჩევნებში სურთ მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ჩემი სურვილია რომ მოვიდეს და დამიჭეროთ ხარი ჩვენ პარტიას დავუჭეროთ ხარი ბატონო თორნიკა გისმენთ მიმართეთ თქვენს ამომრჩევლს მაყურებელს რით ხართ უპირატესი თქვენ და თქვენი პარტია ჩემი აზრით გირჩს და მე ყველაზე განსხვავებული იდეები გვაქვს არავინ საერთოდ ამაზე არ საუბრობს მართლა რეალურ თვითმმართველობაზე ყოველ შემთხვევაში საჯარო დებატების დროს თუ საჯარო მოწოდებების დროს ამაზე საერთოდ კრინც არავინ ძრავს ყველა ამბობს მე ვიქნები უკეთესი მართველი ყველა ამბობს მე შემეძლება თქვენთვის რაღაცა დახმარების გაწევა მე დაგეხმარებით გაგიზდით სოციალურ დახმარებას დაგინიშნავთ მაღალ პენსიებს რაღაც ფანატიკური დაპირებები რომელიც გასაგებია რაღაც წაგართმევ 100 ლარს და მოგცე 20 ლარს ძალიან მარტივია ხო ყოველთვის მოგებული დარჩება ეგრეთ წოდებული სახელმწიფო რომლის უკანაც დგანან ადამიანები უბრალოდ რომელიც პარტიული დავალებებით ხელმძღვანელობენ და ეგ ყველასთვის ცნობილი და ვისაც მოგბეზრდათ ესე პარტიულ ხალხთან კომუნიკაცია პარტიული ხალხის მმართველობა ამ პარტიაზე დამოკიდებული ხალხის მმართველობა ხო დიდი არჩევანი გაქვთ ჩემი აზრით შეიძლება არც ისე დიდი მაგრამ
მომავალი თაობისთვის ყოველ შემთხვევაში მხარის დაჭერა არასდროს არ იქნება სირცხვილი. არასდროს არ იქნება სირცხვილი თორნიკე მითაიშვილის მხარდაჭერა, არასდროს არ იქნება სირცხვილი 36 ნომერის გაფერადება და ძალიან მადლობელი ვიქნები და თქვენს გვერდში მიგულეთ ნებისმიერ დროს ვინც განსაკუთრებით 36 გააფერადეთ. ბატონ გია გეძლევთ შესაძლებლობა რომ მიმართოთ. დიახ, მე მინდა გითხრათ რომ ჩემს ამორჩეველს მინდა მიმართო დიდი პატივისცემა სულ და ჩემი ეს მონაწილეობა ამაში განსაზღვრა საერთოდ და პოლიტიკაში ჩართვა ერთ წუთში რამდენად ჩავეტევით, მაგრამ ეს იყო ის რომ მე როდესაც დამიკავშირდნენ კონსერვატორები საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინ და მითხრეს რომ აი თხოვეს ჩართვა პროცესში გახსოვდეს ყაბალახიანი გურული ქალის აქტიურობის პერიოდი იყო მე მათ უცხაი რომ ჩემი ინტერესია თვითმარცე რომ მე აქ ხედავ მე იმიტომ რომ ჩემი გავლილი ცხოვრებას ჩემი ხუთი შვილი მყავს ჩემის მე არაფერი მაგრამ აი ამ განწყობილებით მე მინდა რომ ადამიანები რომლებსაც ჩვენ მხარი დაგვიჭირეს და აი ამ კონსერვატორ კი ხედავს როგორ ეს იდეები როგორ პოპულარული გახდა და ხელისუფლება ფაქტურად აი ამ მისასალმებელია მხოლოდ აი ლანჩხუთებს მინდა ვთხოვო რომ ჩემი ამორჩეველი ასე ვთქვათ ამის მიმართ არ ითვლება იწონება მე მინდა ეს ამორჩეველი გჭირდება ჩვენ ახლა რომელიც სადაც გააზრებული აქვს ამოცან რომ ცვლილებებია საჭირო ბევრიც მე მჯერა ვთქვათ მესვის იმათი ვისაც ხელი ჩაქნეული აქვს არჩევნებზე და მის აქტუალობა ისეთ არ მიაჩნიათ პირველ ხარისხოვნად არც მეორე ხარისხოვნად იმიტომ რომ სულ გაცუდებული იყო მათი მოლოდინები ამჯერად ჩვენ გორიდან ლანჩხუთიდან კორდულად ვიწყებთ ცვლილებებს და აი ამ ეს შანსი უნდა აი მინდა ყურადღება მიაქციოს ყველა უნდა მინდა რომ რა ვიცი ხარი დაუჭიროთ კონსერვატორები ისინი ეს ბიჭები მსახურებენ იმიტომ რომ ეს პროცესი რომ დღეს ესე მშვიდობიანაც მოვიდა ჩემი აზრით ეს კონსერვატორების ალტიფოსრე და აი ამ ადამიანების დამსახურებებს მადლიერი რომ ამ მომენტს საშუალება რაღაც აი ამ ფორმით ასე ვთქვათ კიდე მეცადა ასე ვთქვათ ჩემი ქვეყნისთვის ჩემი სამსახური ასე რომ წარმატებას ვუსურვებ საქართველოს 4 ოქტომბერს მადლობა ბატონებო რომ კიდევ ერთხელ დრო რო გამოხნახეთ მოგბრძანდით ჩვენთან გადაცემაში და ისაუბრეთ მაყურებელს და თქვენს ამორჩეველს თითოეულ თქვენთაგანს წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს კი შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ იმ პარტიის წარმომადგენლები რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იყრიან კენჭს მადლობა კიდევ ერთხელ